ანუ გრძნობთ გამოშვებას დღის სხვა თემებით იზრდება თუ მცირდება ახალი რეგულაციებით მასწავლებელთა ხელფასი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პედაგოგთა ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი აზრით მასწავლებელთა შეფასების ახალი სქემის შემუშავება არაპროფესიონალების ავტორობით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში აღნიშნული კლასიფიკაციის ამოქმედების შემდეგ ფინანსური დანამატების დაკარგვას გამოიწვევს. ყველაზე მეტად პრობლემა ამ მიმართულებით სერტიფიცირებული მასწავლებლების რიგ კატეგორიაში შეექმნება. პედაგოგთა პროტესტი და სამინისტროს პოზიცია ნახეთ მირიან გორგოძის სიუჟეტში. მაცაცო გაბელაშვილს 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. უკვე 10 წელია მოზარდებს ინგლისურ ენას თბილისის 116 საჯარო სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და განვითარება აუცილებელია, თუმცა მისი აზრით, პედაგოგთა შეფასების ახალ სისტემას არაპროფესიონალები ქმნიან. მე ცოტა მიკვირს, რომ აი ამ სქემაში ჩვეულებრივი რიგითი მასწავლებლები არ არიან ჩართული. და საერთო შთაბეჭდილება ისეთი რჩება, რომ ვინც კი ზემოთ X ხედან და აი სკოლას არ იცნობენ. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება ქართული ენის პედაგოგი მაია ეკალაძეც. მან სერტიფიცირების კურსი 2011 წელს გაიარა და 60 ლარიან დანამატსაც იღებს. თუმცა მაია ეკალაძე შიშობს, რომ ახალი კლასიფიკაციის ამოქმედების შემდეგ ამ 60 ლარს დაკარგავს, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული არ არის. სავარაუდოდ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 18 მილიონი ლარი, რომელიც საჭირო არის სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატისთვის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით. ბუნებრივია, ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ჩვენ ფაქტის წინაშე ხშირად დაუყენები ვართ და საფუძვლიანი ეჭვი იმიტომაც გვაქვს სწორედაც, რომ ისევ ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ. აი ამ სქემას არ ეღირსა დღის სინათლის ნახვა. სწორედ ესაც ჩვენ საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, რაღაც არ არის სწორად. ყველაზე მეტად პრობლემა ამ მიმართულებით სერტიფიცირებული მასწავლებლების იმ კატეგორიაში შეექმნება, რომლებიც დანამატს 1000 ან 200 ლარის ოდენობით იღებენ. ასე ფიქრობს მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძეს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს. ეხლა ხვდებიან დირექტორებს განათლების სამინისტროში, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მათ აძლევენ ესეთ რეკომენდაციებს, რომ ამ მასწავლებლებს ჩვენ შევთავაზებთ 2 წლიან ვადას, ამ 2 წლის ვადაში მათ უნდა დააგროვონ კრედიტები იმისათვის, რომ ისინი მოხვდნენ უკვე მესამე კარიერულ საფეხურზე. თუ ისინი მოხვდებიან მესამე კარიერულ საფეხურზე, მაშინ შეუდარჩუნდებათ მათ ეს 1000 ლარი, ხოლო თუ ვერ მოხვდებიან, ისინი დაკარგავენ ამ 1000 ლარს. ამ დროს ბუნებრივია დგება კანონთან წინააღმდეგობის მომენტი. თუ არ შეუძლიათ კანონის წაკითხვა, შეუძლიათ დასვან კითხვა. კითხვებს არ სვავენ, აკეთებენ განცხადებებს, ამით შეყავთ შეცდომაში საზოგადოება და პედაგოგი, რომელიც პირიქით ძალიან მონდომებულია რომ სქემაში ჩაერთოს. განათლების მინისტრი ამბობს, რომ კანონპროექტში პედაგოგთა უფლებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. მინისტრი მასწავლებლებს პირდება, რომ ის მიღწევები, რომლებიც პედაგოგებს კანონის მიღებამდე ჰქონდათ, სამინისტროს მხრიდან ადეკვატურად დაფასდება. ნებისმიერი მიღწევა, რაც მასწავლებელს ჰქონდა 2000 უფროსი ახალი კანონის ამუშავებამდე, რა თქმა უნდა, ამაში გულისხმობა სერტიფიცირებული მასწავლებელი, ყველაფერი უნარჩუნდებათ. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მასწავლებელს რაც ჰქონდა მიღწევა და განსაკუთრებით სერტიფიცირებული დანამატი, ამას შეექმნას რამე საფრთხე. უფრო მეტიც ჩვენ ასეთ მასწავლებელს მოვისაზრებთ მეორე კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ მისი კატეგორიის დანამატი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე არის 75 ლარი. ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტში წინა კვირას დაამტკიცეს. ამ ცვლილებების მიხედვით მასწავლებლები კომპეტენციისა და საქმიანობის მიხედვით 4 კატეგორიად დაიყოფიან. უმაღლეს კატეგორიას მენტორი ეწოდება, შემდეგ კატეგორიებში კი მკვლევარი, წარჩინებული და პრაქტიკოსი მასწავლებლები გადანაწილდებიან. პედაგოგთა კლასიფიკაცია ახალი სქემით მოხდება. შესაბამისი სქემა კი საქართველოს მთავრობამ თებერვლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.